გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ Razingassi turbo savrebo Quella gachi turbo savrebo Shevsteltav gadasales Squeltanetan mamagla daidzaxe Turbo savrebo tsi Turbo zavrebi კატია ზერ პეტია და კატია დღეს არ მოვლენ ბორიასთან ფედიასთან და დეი და ნორასთან ერთად ქალაქში მიდიან თეატრის ბილეთები აქვთ ვიცი ყოველი შემთხვევისთვის დავუძახე როგორ შეიძლება თეატრში წასვლა როცა გარეთ ასეთი არაჩვეულებრივი ამინდია ხვალ კიდევ უკეთესი ამინდი იქნება თეატრში კი ძალიან საინტერესოა ისინი გაერთობიან ჩვენ კი მარტო ვართ ამ უღრან დღეში უკვე მომენატრნენ გაფრინდები შორიდან მაინც შევხედა ტრანსლაცია ჩართე ჩვენც მოგვენატრნენ ავტობუსმა რომ დაიგვიანოს სპექტაკლის დასაწყისისთვის ვერ მოვასწრებ და ბილეთები დაგვეკარგება ფედი არ ენერვიულო ავტობუსი ზუსტი განრიგით დადის არა ჩვენ სახლში ვრჩებით მულტფილმებს ვუყურებთ და ნაყინს შევჭამთ მორჩა მოვედით სასწრაფოდ საგზაო ხელოსნები უნდა გამოვიძახოთ თეატრში გვაგვიანდება განაცხადი მივიღეთ სარემონტო ბრიგადა 1 საათში მოვა დიახ ძალიან გელოდებით მე მგონი ჩვენს მეგობრებს პრობლემები აქვთ განაცხადი მიიღეს სარემონტო ბრიგადა 1 საათში მოვა მაგრამ ვერ მოვასწრებთ სპექტაკლზე და გვაგვიანდება რა კარგად წავედით თეატრში ეს ანიშნავია დეი და ნორა დარეკე თეატრში უჩვენოდ არ დაიწყონ სპექტაკლის ნახვა მინდა ეტია გზის მონაკვეთი რომლითაც თეატრში უნდა მივსულიყავით ჩავარდა დავინახეთ ზერმა ყველაფერი გადაიღო სასწრაფოდ თუ არ შევაკეთებ თეატრში დაგვაგვიანდება ბულ დღეს შენ ხარ უფროსი შენი იმედი გვაქვს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე მიწის ზურა ცუნამი ტორნადო გზა ჩავარდა ბილეთები იკარგება შვიდად ზერ ვფიქრობ გზა გრუნტის წყალმა ჩარეცხა მე იკარენაირი წყალი არ მინახავს აბა ცუნამი იყო ავარიის აღმოსაფხრელად მილი დაგჭირდება ტრაკ დო დღეს თქვენი დახმარება არ დაგჭირდება ჩვენ საქმიანობას აქ უყურებთ ზერი ტრანსლაციას უზრუნველყოფს რა ცუდია კი ბატონო თუ რამეა კავშირზე ვართ ჯერ გზის დაზიანებულ მონაკვეთს გავწმენთ შემდეგ ანკი დააყენებს მილს რომ წყალი დაუბრკოლებლად მიედინებოდეს გზის ქვეშ მე მილს მიწას დავაყრი თორი კი საგზაო საფარველს დატკეპნის რთული ამოცანა მაგრამ შეუძლებელი არაფერია რა თქმა უნდა ტურბოზავრებო წინ სად არიან ეს მშენებლები ახლა ნამდვილად ვეღარ მოვასწრებთ შვიდად ნამდვილად მოვასწრებთ
ბევრად უკეთ დავტკეპნიდი. მე კი მილების საუკეთესო ჩამდები ვარ. ადგილები დაიკავეთ. მივემგზავრებით. მორჩა! უკვე შეაკეთეს. შესანიშნავი სპექტაკლი იყო ლურჯ ფრინველზე. საინტერესოა გზების რემონტზე თუ არსებობს სპექტაკლი. ოჩახ, მაგრამ შემდეგ ჯერზე თქვენ დაისვენებთ, მე და ტრაკი ვიმუშავებთ. ზერიკი ყველაფერს გადაიღებს. შესანიშნავია. ყველას აქვს უქმე დღეები და მხოლოდ ზერი მუშაობს დასვენების გარეშე. გამარჯობა მეგობრებო, რას აკეთებთ? რბოლისთვის ემზადებით. მაგარია, და რა რბოლა? რბოლა დაბრკოლებებით გამარჯვებული ტურბოზავრების თასს მიიღებს. ბული, ტრაკი, ისევ ბული? აი, 20 წერია. 4ჯერ. თორიც არის, ზერიც. ეს დიდი ხნის წინ იყო. ახლა უკვე არ დაურბივარ. ისე აერიდან ვაკვირდები. ანკი სად არის? მისი სახელი აქ არ არის. ანკი აქ არ არის, რადგან არც ერთხელ არ მოუგია. არ უმართლებს. ანკიმ თქვა, რომ აღარ მიიღებს მონაწილეობას რბოლაში. საერთოდ ის მუხლუხა ტექნიკაა. აბსოლუტურად მართალიცაა. მას ხომ ბორბლების მაგივრად მუხლუხებიც აქვს. თქვენსავით სწრაფად სიარული არ შეუძლია. არც მე მაქვს ბორბლები, მე რა. ერთხელ მოვიგე კიდევაც. შენც შეადარე ტრაკ. შენი ერთი ნაბიჯი მის 10 ნაბიჯს უდრის. ეს ხომ რბოლა. უძლიერესი იმარჯვებს და ასე. მე იტყვით რომ მეგობრები ხართ. მითხარი დო, რამდენჯერ წაუყვანი ხარ ბუქსირით? ჰა? თორ, დინარეში როცა ჩავარდი, ვინა მოგიყვანა? აბა რა გავაკეთოთ? ერთი იდეა მაქვს. ისევ რბოლა. ყოველ წელს ერთი და იგივე. მომბეზრდა. ანკი, გამარჯობა. გამარჯობა. აქ მარტო რატომ ხარ? ყველანი ტრასაზე გელოდებიან. არ მინდა. კარგი რა, ანკი. უშენოდ რას იზამენ? ვინ არის ყველაზე ჭკვიანი? ანკი. ვინ ახმარება ყველას? ანკი? ჰო. ადრე იოლი ტრასები იყო. აი რთულ ტრასაზე კი სადაც ფიქრია საჭირო, არავინ არ იცის ვინ მოიგებს. არ ვიცი. შენ ხომ სინამდვილეში სწრაფი და მოხერხებული ხარ. მაგრამ მე მუხლუხები მაქვს, კატია. მათ კი ბორბლები. სხვათა შორის მუხლუხები ძალიანაც კარგია. მით უმეტეს რთულ გზაზე. მაშასე, ძველი მუხის უკან მოსახვევი იქნება. ფრთხილად იყავი. მერე კი ორმოები და ბორცვები იწყება, ამიტომ ყურადღება არ მოადუნო. ყველა მონაწილე მოემზადოს. ტურბოზავრებო? წინ! ანკი მიდი, გას მიაჭირე. რბოლისთვის ემზადებით.
ოჯახ. მიდი სწრაფად. მიდი. ცოტა დარჩა. ანკი 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 ოჯახ ანკი გაიღიმეთ? კამერაში არ იყუროთ. არა და შეიძლება და მე ყოფილიყავ იმის ადგილას. ტრაკ, შემდეგ ვრბოლამდე 1 წელი გაქვს. მოემზადე. ერთი, ორი, სამი, 4, 5 თქვენ საძებნელად მოვდივარ. თორ, ბულ, ანკი, ზერდო, ტრაკ და კატია, შეგიძლიათ აღარ დაიმალოთ, გიპოვეთ. იპოლიტი სად დაიკარგა? იპოლიტ, სად ხარ? რა უცნაური ხეა. ბავშვებო, თქვენ აქ რას აკეთებთ? ჩვენ? დამალობანას ვთამაშებთ? უცნაურია. ძალიან უცნაურია. ახლა ვინ იხუჭება? დრონს გავუშვებ და ვნახავ რა საიდუმლო ამბები ხდება ჩვენს ტყეში. კარგი, სად უნდა დავაჭირო? გაჩერდი. საით? აი სათყოფილ ხარ. მე კი ყველგან გეძებ. უცნაურია, ზერისად დაიკარგა. არ დაკარგულა, გაიჭედა. უნდა დავეხმაროთ. გაუწელი ზერ, ახლა დაგეხმარებით. ხო, როგორც ჩანს, ბატარეის გამოცვლა მომიწევს ან ზამბარა, ან კბილანა. შეიძლება ყველაფერი ერთად გამოვცვალო. ცოტათი ვერ გავთვალე ტრაექტორია. მოითმინეთ, ზერს მალე გავათავისუფლებთ. გზადამითმეთ თუ შეიძლება.
საუბრում ეხვევა. შეიძლება ჩამოვჯდე. კიდე ვინმე თუ ჩამოვარდება, ასე მაგრად არ დაეცემა. ვიცი რატომ არ გამოგვდის არაფერი. იმიტომ რომ არ გისაუზმია? იმიტომ რომ ერთად კი არა ცალ-ცალკე ვცდილობთ დავეხმაროთ. იდეა მაქვს. ტურბოზავრებო, წინ! აქ უნდა მოვთხაროთ, ამიტომ მოგვიწევს ყვავილი იქით გადავიტანოთ. ტრაკ იქით წაიღებ? მოდით, თორს დავეხმაროთ. თორ, შენი დიდი ნიჩაბი გვჭირდება. უფრო ღრმად გათხარი, თორ. ანკი, ის არის ამოსწიე? დროსი გვჭირდება. წავედით დო. ამოსწიე. ეს ზერი არ არის. ნაძვი კი მგონი უფრო მოკლე იყო. დაგიჭირე გაქცეულო. თქვენ რა, ისევ დამალობანას თამაშობთ? დიახ, დიახ. ჰეი! ზერ. არ დაიჯერებთ ისეთი ამბავი გადამხდა. მოკლედ, ჩემთვის სელფის ვიღებდი და უცბად ბარსიკ. კის. ისევ სადღაც გაიქცა სულელი. ნახამ დავეცი. საგანგებო შემთხვევა, კოშმარია, ტრაგედია. ზერ, შვიდად, თან მიმდევრობით მოგვიყევი ყველაფერი. მე მოვფრინავ, ის კი მოცურავს. ვინ მოცურავს? ტივი მოძურავს მდინარეზე, ტივზე კი ბარსიკია. მდინარეს ზღვაში ჩაედინება ზღვა კი ოკეანის თუ ერთდება, იქ კი ზვიგენები ბინადრობენ. ბარსიკი საფრთხეშია. საფრთხეში? ზღვამდე ჯერ ძალიან შორსაა, მაგრამ ბარსიკი უნდა გადავარჩინოთ. ტურბოზავრებო, წინ! ტრაკ, შეგიძლია მდინარის ფსკერზე გაიარო, ბარსიკს მიუახლოვდე და ნაპირზე გამოიყვანო. შემიძლია. არ შემიძლია, ღრმა არის. წყალი ამღვრეულია, არაფერი არ ჩანს. ზერ, იქნებ შენ გამოიყვანო ბარსიკი. ეს ადვილია. რამდენი რამ გამიკეთებია. მე მხოლოდ იმათი გადარჩენა შემიძლია, ვისაც უნდა რომ გადავარჩინო. ბარსიკს კი არ უნდა. უბრალოდ ბარსიკმა იფიქრა, რომ დიდი მტაცებელი ფრინველი ხარ. არწივი. რამე უნდა მოვიფიქრო თორემ ბარსიკს მართლა ზღვაში წაიღებს წყალი. ანკი, სცადე შენი ის არის გამოსწიო და კაუჭი ჩაუშვა ბარსიკთან. მას მოეჭიდება და ასე გამოიყვან ნაპირზე. არაფერი არ გამოდის. ჩემი ის არის მეტისმეტად მოკლეა. იდეა მაქვს. დინარის დინებას ქვევით უნდა გავყვეთ და იქ საფეხმავლო ხიდი ავაშენოთ. მე და კატია ხიდზე დავდგებით და ბარსიკს გადავარჩენთ.
მარსიკი გვიცნობს და არ შეეშინდება. ამოცანა რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო წინ! შეხედეთ, აქ მდინარე ვიწროვდება. კარგი ადგილია ხიდის ასაშენებლად. მართალი ხარ ზერ. ახლა უნდა მოვიფიქროთ, რისგან ავაშენებთ ხიდს. შეხედეთ. რამდენიმე ხეა წაქცეული და ზეთკბილების კვალია. თახვებმა გადაღრგნეს. შვენიერია, ამ ხებისგან გავაკეთოთ ხიდი. ფიქრობ, თახვები არ გაგვინაწყენდებიან. დინარის ერთი ნაპირი უფრო მაღლაა ვიდრე მეორე. იმისათვის, რომ ხიდი სწორად დაუდგათ, ეს ბორცვი უნდა მოუჭრათ. ბულ, ეს საშენო ამოცანაა. ორი მორისგან ხიდის ძირი გამოვა. მასზე განივ ფიცრებს დავდებთ. თორ ტრაკ, ეს თქვენ უნდა გააკეთოთ. მოაჯირები უნდა გაუკეთდეს. ხიდზე მოაჯირის გარეშე სიარული სახიფათოა. თორ, რამდენიმე ნახრეთი გააკეთე აქ და აქ. მოაჯირს წვრილი ტოტებისგან გავაკეთებთ. ესეც ასე, ის გადაგვრჩენია ხიდი თავის ადგილას დავდგათ, ანკი? ბარსიკი უკვე ახლოსაა. ვერ მოვასწრებთ. არაფერი გამოვა. ბარსიკი ზღვაში ამოყობს თავს. ზღვაში. ანკი, უნდა ვიჩქაროთ. ხიდი აიღე და თავის ადგილას დადე. ზერ, ხიდი უნდა მოატრიალოთ, მხოლოდ შენი იმედი გვაქვს. მაინც ვერ მოვასწრებთ. მოვასწრებთ. საბრალო, შეგეშინდა? შესანიშნავად იმუშავეთ, მეგობრებო. ეს ხიდი კი ხალხსაც გამოადგება, დიდი ხიდი ხომ ძალიან შორსაა. ზერი დღეს ნამდვილი გმირია. ბოლო მომენტში შეძლო ხიდის შემოbrunება. მე რა გავაკეთე? თახვები რომ არა? დღეს 3 გმირი ყავს, 2 თახვი და ზერი. ნამდვილი არწივია. ხუთმეტი? 16? 17? გაჯა, საბავშვო ქალაქში წავიდეთ. იქნებ ახალი საქანელები დააყენეს. არა მგონია. დიდი ხანია იქ არ ყოფილვართ. წავიდეთ. მიდი. კარგია. ხედავ? დაკეტილია. ესე ჩენი ახალი საქანელები, პეჭა. მიდი. ქვიშა. კარგია. საქანელები. ჩვენ კი უკვე დიდები ვართ, მაგრამ პატარები სად ითამაშებენ? პეჭა, როგორ მე უნდა დავეხმაროთ? რამეს მოვიფიქრებთ? როგორ შეიძლება რაღაც გზის გამო საბავშვო ქალაქის დაკეტვა? ბავშვებმა სად უნდა ისეირნონ? ვიღაცებს უნდა დავუკავშირდეთ. მართალი ხარ. ბულ, ზერ, პეჭა ვარ. ჩემი გესმით, მიღება? უცნაურია, თითქოს რაციის გამოყენება ვასწავლე. მოდი მე ვცდი. თორ, ტრაკ, თქვენი ხმა გაგვაგონეთ. მაბადე, მაგრამ დღეს შენი დღე არ არის ანკი. კიდევ მოვიგებ. რაცია არავის არ დაგინახავთ? ტოძე ეკიდა. ბულ, ანკი, თქვენი დახმარება გჭირდება.
დილო მშვიდობისა. ლაპარაკობს ბული. როგორ გესმით ჩემი მიღება? როგორც იქნა, ბუ? სასწრაფოდ მოდით, თქვენი დახმარება გჭირდება. თურბოზავრებო, წინ! რთული ამოცანაა, მაგრამ ყველანაირი პრობლემის გადაჭრა შეიძლება. მოდი ყველაფერი დავმარხოთ. ბულდოზერები, ექსკავატორები. იყო და აღარ იქნება. იდეა მაქვს. ჩვენ ავაშენებთ გვირაბს. გვირაბს? კი, მაგრამ როგორ? აი ასე. ანკი და ტრაკი სათამაშო კონსტრუქციებს აი აქ გადმოიტანენ. პული და თორი ტრანშეას გათხრიან. ზემოდან ტრაკი ბეტონის გადახურვას დააყენებს. შემდეგ კი ტრაკი და ანკი ყველაფერს თავის ადგილზე დააბრუნებენ. მე რა გავაკეთო? დო, ფარებით სამშენებელ მოედანს გაანათებ. ჩემი ფარნის შუქი საკმარისი არ იქნება. მაშინ საქმეს მივხედოთ. თურბოზავრებო, წინ! ტრაკ, დღეს ნამდვილი სუპერ გმირი ხარ. ესაც წავიღოთ. ერთი იდეა მაქვს. ანკი, თორ, ტრაკ, საქმეს მივხედოთ. კარგად იმუშავეთ, მეგობრებო. ვაშა! ცოტა ჩუმად. დაბრუნების დროა. წუხელმშენებელთა უცნობმა ბრიგადამ საბავშვო ქალაქის ქვემოთ გვირაბი გაიყვანა. პულ შენ ხარ? მოისმინე? ყველაფერი მაღალ პროფესიულად გაკეთდა და რაც მთავარია, საბავშვო ქალაქი არ დაზიანებულა. ხომართლა, ის ბევრად უკეთესი გახდა. დიდი მადლობა, უცნობო მეგობრებო. ვაშა! ვაშა! ოცდათოთხმეტი, 35, თქვენ საძებნელად მოვდივარ. პეწას ხედავ? ბორიასაც. აი, ფედя, თვითონ გამოჩნდა. ეს უსამართლობაა, რომ არ დამეცემინებინა ვერასდროს ვერ მიპოვიდი. 1 წლის შემდეგაც კი. კარგი რა, როცა მე ვეძებ, პირველ რიგში ხეებს ვუყურებ. ყველაფერი იმის ბრალია, რომ ეზოში დასამალი ადგილი არ არის. აი, ტყეში ადვილად დავიმალებოდი. დეიდა ნორა გვიგრძელავს ტყეში სიარულს, აქ გავაგრძელოთ თამაში. ფედя, ახლა შენი ხუჭები. 1, 2, 3, 4, 5. არ მესმის, სად წავიდა? იქნებ ტყეში წავიდა. გახსოვს, გვითხრა რომ იქ ვერავინ ვერ იპოვის. მე ვიპოვი, თანაც ადვილად. ბორია, გინდა რომ მარტო მოძებნო? ის ჩემი ძმა, ამიტომ მე უნდა მოვძებნო. მიშველეთ, დამეხმარეთ. ფედя? ბორია, მარტო არ უნდა გაგვეშვა, ახლა რა გავაკეთოთ? მე ვიცი, ტურბოზავრები დაგვეხმარებიან.
აუ. შესანიშნავი კადრია. თქვენი დახმარება გვჭირდება ჩვენს მეგობრებს ტყეში გზააებნათ. პანიკას ნუაყვებით? აუ. ზერი დასახმარებლად ვიფრინავს. არ ვიცოდი რომ ტყე ასეთი დიდია და ავიღალე. შია. ყველა შია და სტყურია. საინტერესოა ოდეს მე გვიპოვიან თუ არა. ვიპოვე, მაგრამ მათთან მისვლა ადვილი არ იქნება. ერთ მხარეს ჭაობია, მეორე მხარეს კი უფსკრული. უფსკრულზე გადავიდეთ. ვაუ, რამხელა უფსკრულია. ახლა რა გავაკეთოთ? შენ ამბობ რომ შეუძლებელი არაფერია. მაშინ როგორ გადავიდეთ? წაქცეულხეს ხედავ, მისგან ხიდს გავაკეთებ და მეორე მხარეს გადავალთ. ტურბოზავრებო წინ! თორ, მიწადადგებნა იმ ადგილას, სადაც ხიდს გავაკეთებთ. ანკი, შენ ხეს აიღებ და ტრაქს მისცემ. შენ კი ხე უფსკრულის მეორე მხარეს გადააგდე. ეს დილის ვარჯიშის ბრალია. ახლა როგორ გადავალთ? იდეა მაქვს. იქნებ სრულყოფილი ხიდი ავაშენოთ. აი ასეთი. ბევრად უკეთესი იქნება ხიდი ხიმინჯებზე. ხიდი ხიმინჯებზე. ფანტასტიკა. ზერი დედო, ხიდისთვის ხეები მოძებნეთ პულ, შენის ხეები აქ მოიტანეთ ორ, ახლა უფრო დიდი მოედანი დაგჭირდება. იქნებ ხიმინჯები მაგრად არ არის ჩარჭობილი. ახლავე გავამაგრებ. ფიცრები გვჭირდება დასაფენად. ანკი, მორები ტრაქს გადაეცი. ის მათ ფიცრებად დაჭრის, შემდეგ ხიმინჯებზე დააწყობს. არ გააღვიძო. იდეა მაქვს, მაგრამ ამისათვის ყველგან მავალი დაგჭირდება. სად არიან ბიჭები? უკვე გვიანია. სად დაიკარგნენ? ჩემი ბიჭები არ არიან. არი ნერვიულად, ახუჭობანას ვთამაშობდით, დიდხანს ვეძებეთ და როგორც იქნა ვიპოვეთ, წამოდით. ბეჯა, ბორა, მიწაზე წოლა არ შეიძლება გაცივდებით. ჭაობი სად არის? საშიში ტყე სად არის? დაგესისმრათ, წამოდით. ღვეზელები მზად არის, მეგობრებით დაპატიჟეთ. მეგობრების გარეშე როგორ შეიძლება? ო! ისროლე! რა გააკეთე? შეუძლებელია ბურთი პილიქზე ვისროლეს, შეხედე? აქ ნაკვალევია. რომელიღაც ცხოველი იყო და ყვავილები გააფუჭა. გამარჯობა, არ ვიცოდით რომ კატა გყავდათ. ჩემი არ არის. თვითონ მოვიდა. რამე თუ გააფუჭა, ჩემი ბრალი არ არის. რა ქვია? მე რა ვიცი. ბარსიკს ვეძახი. მეხმიანება. ბავშვებო, სადილობის დროა. ბევრი ვჭამე, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. ბებია, თემშების გარეცხოში დაგეხმარო? არ მინდა გმადლობ. მით უმეტეს ცხელი წყალი არ მოდის. წადით ითამაშეთ. ბარსიკ. ბარსიკ. რა მოხდა? ბარსიკი დაიკარგა.
ალბათ გაიქცა. მე კი უკვე მივეჩვიე მას. ბარსიკი ალბათ შორს გაიქცა. ახლა მისი მოძებნა გაგვიჭირდება. ბარსიკ! შეუძლებელი არაფერია. შეხედე, აი მისი ნაკვალევი. ვიპოვით და მეზობელს დაუბრუნებთ. ვიცი, ვინ დაგვეხმარება. ალბათ დაიკარგა. რაზეა ლაპარაკი? კატას ვიპოვით. ხომასია ზერ? უკვე მივფრინავ საძებნელად. ვიცი, სად არის ბარსიკი? ყველანი მომყევით. ბარსიკ! მე მგონი არ გვენდობა. ტურბოზავრებო წინ! რაკ, შეეცადე ფრთხილად ჩამოიყვანო. ჩამომარდება, როგორ ჩამოვიყვანოთ? ერთი იდეა მაქვს. იქნებ კიბე გავაკეთოთ. აი ასეთი. თორ, ადგილი მოასუფთავე. დო, კიბისთვის გამოსადეგი მორები მოძებნე. ანკი, აქ მოიტანე ისინი. ტრაკ, შენ მორებს დაჭრი. დამზღვევი ბაგერი. აი, თოკი მქონია. ზევით აიტანე. უილად ვიწვალეთ. ეს რა არის? მე მგონი ვიცი. მილებს სვლიან და ამიტომ გათიშეს ცხელი წყალი. არა, ოღონდ ეს არა. ბარსიკ, ბარსიკ. რატომ გაშეშდი? მიდი, დინოზავრებს დაუძახე. შეიძლება არ დაგვეჯეროთ, მაგრამ თქვენი დახმარება გვჭირდება. ისევ. ეს ადვილი არ იქნება. ერთად მეგობრულად მოვკიდოთ ხელი საქმეს და შევძლებთ. ტრაკ, შენ მილს ასწევ და დაათვალიერებ. თუ შიგნით კატა არ იქნება, მილს მე მომცემ. მე კი მას ტრანშიაში ჩავდებ. ანკი, შენ მილს ბეტონის საფარველი დაფარავ. თორ, შენ მიწას დააყრი. ჩვენ რა გავაკეთოთ? თქვენ ყველაზე საპასუხისმგებლო ამოცანა გაქვთ. თვალყური ადევნეთ, რომ კატა არ გამოხტეს და არ გაიქცეს. აქ არის. აქ არის. დაიჭირე. დაიჭირე, არ გაიქცეს. არ გაიქცეს. თქვენ რა ყველა მილი ჩააწყვეთ? ახლა ცხელწყალს უფრო მალე გამოუშვებენ. კატა ვიპოვეთ, შეხედეთ? ბარსიკ, დაბრუნდი. დიდი მადლობა. რატომ გაიქეცი? ან რისთვის? სახლში ყოფნა უკეთესია, ასე არ არის, ბარსიკ? რა თქმა უნდა. ახლა ეს არის შენი სახლი. დილი საათისთვის არ შევთანხმდით? ალბათ დაეძინათ. ჩვენც მოვედით. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამეცადინოდ მზად ვართ. კი, მაგრამ მე რა უნდა გავაკეთო, სანამ თქვენ იმეცადინებთ? გზებზე არ უმოძრაობ, ჩემი სტიქიაც არის. ეს მეცადინეობა არ მჭირდება. ეს მეცადინეობა ყველა სჭირდება, ქვეითად მოსიარულეებსაც. მართლა? კარგი. ხანდახან ქვეითი ვარ, იშვიათად.
დღეს საგზაო ნიშნებს ვისწავლით, კატა ნიშანს გაჩვენებთ. თქვენ კი უნდა გითხრათ რას ნიშნავს. დაშვებულია მოძრაობა მხოლოდ პირდაპირ. სწორია? ქვეით და გადასასვლელი. ხო, დიდი ამბავი. ეს ხომ ძალიან ადვილია. რაც ნიშანზე ხატია, იმას ნიშნავს. შემდეგი მე ვიქნები. მე ვარ. წინ დიდი ღობეა. არ არის სწორი. ეს ნიშანი შლაგბაუმის მქონე სარკინიგზო გადასასვლელს აღნიშნავს. დიდი ამბავი, ცოტა შემეშალა. თქვენ აქ იმეცადინეთ, მე კი ცოტას ვიფრენ. ნიშნებს პტეროდაქტილის ფრენის სიმაღლიდან შევისწავლი. კი ბატონო. კატა, გააგრძელე. რა საყვარლები არიან? ეს ნიშანი იმას ნიშნავს, რომ გზაზე შეიძლება გამოვიდნენ იხვები. მაგრამ ირემია დახატული. მე მიფრინავდი. გზაზე იხვი და იხვის ჭუკები გადადიოდნენ, მათკენ კი ავტომობილი მოკროდა. მე ყველა გადავარჩინე. ყოჩახზერ, ნამდვილი გმირი ხარ. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ იხვებისთვის და სხვა გარეული ცხოველებისთვის გზაზე გადასვლა უსაფრთხო იყოს. იდეა მაქვს. ეს გზატკეცილია. გზის პირას საყრდენებს დავდგამთ. მათ დავადებთ გადასახურავს და მივდგამთ დახრილ, ასეთი რაღაცებია რა. პანდუსები, მათ პანდუსები ეწოდება. ზევიდან შეგვიძლია მიწა დავაყაროთ და ბალახი დავრგათ. და ეკოლოგიური გადასასვლელი გამოვა. ჩვენს ტყეში რამდენიმე წაქცეული ხევნახე, მათგან მშვენიერი საყრდენები გამოვა. და პანდუსები. რა ლამაზი სიტყვა? პანდუსი? ეს ხეები ტყეში უნდა ვიპოვოთ და ტოტებისგან გავწმინდოთ. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო, წინ! ჯერ უნდა დავდგეთ ნიშანის საგზაო სამუშაოები. სწრაფად ვიზამ. ზერ, დო, გზასადევნე თვალი. ვინმე თუ გამოჩნდება, გაგვაფრთხილეთ. ვინმე თუ გამოჩნდება, ვიცი რაც უნდა გავაკეთო. თორ, შენ მიწაში ხვრელებს გაბურხავ. ტრაკ, შენ ამ ხვრელებში საყრდენებს ჩადებ. ანკი, შენ ტრაკს მორებს მიაწვდი გადასახურავად. ბულ, შენ გადასასვლელს მიწას დააყრი. ტურბოზავრებო, წინ! რა კარგი ხიდია. ხვალ თესლს მოვიტან და მასზე ბალახს დავრგავთ. შეიძლება სანამ ვერავინ ვერ მხედავს, ამ ხიდზე გავისეირნო. რა თქმა უნდა, შეიძლება. შესანიშნავი კადრები გამოვიდა, მაგრამ რაღაც აკლია. რას გულისხმობ? ირმის ნახატიანი საგზაო ნიშანი აკლია. აქ ხომ გარეული ცხოველები გადავლენ ხოლმე. ყოჩახზერ, მართალი ხარ.
ძალიან მოწყენილი ვარ. რა გავაკეთო? ოჩახ ტრაკ, ნამდვილი მოჭადრაკის შესაფერი სისვლა იყო. მაგარია. და რა მოვიგე? ჯერ არა, ისევ შენი სვლა. მხედრითი არე, მხედრით. ახლა შენ დაარტყი. როცა კარშით გახარ, თავარია ყურადღება არ მოადუნო, თორემ გოლს გაგიტანენ. რა? ხომ გაგაფრთხილე? აი შენზე თვითონ არაფერს არ აკეთებ და სხვებსაც ხელს უშლი. იმიტომ რომ არ ვიცი რა გავაკეთო. ფეხბურთის და ჭადრაკის თამაში კი არ მინდა. სარმე მაქვს ის, რაც შენ გჭირდება. ეს ძველი რადიო. სხვაში ვიპოვე. შეხედე? მოღრუბლულობა იქნება, ზოგან მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. ტემპერატურა 20, საპატრულო მანქანა ნომერი 5, გზაჯვარედინზე საცობი შეიქმნა. სამაშველო სამსახური მიღება. გამომართვი ახლა ყველა ახალი ამბავი გეცოდინება. აი ახლა ზერსაც აქვს საქმე. გავაგრძელოთ? ჩვენ თვითმფრინავი გვიყიდეს? ოღონდ დეიდან ორას უნდა რომ თვითონ გამოსცადოს. ბავშვებო, დაიმახსოვრეთ. უპირველეს ყოვლისა ინსტრუქცია უნდა წაიკითხოთ. კარგი, ყველაფერი გასაგებია. ბორა, ჩართე. თვითმფრინავი არ მიფრინავს. გადახელია. დეიდან ორა იქნებ ხელი გაუშვათ. ხელი გავუშვა? ბორა, ინსტრუქცია არ წაკითხავს და არ იცი. მე კი წავიკითხე და ვიცი. ამას ქვია რომ ვითამაშეთ. არ მოიწყინოთ, ვიპოვით თქვენს თვითმფრინავს. ზერისაც წავიდა. მისთვის მნიშვნელოვანი დავალება გვაქვს. იცით რომ საჰარაში დღეს სიცხეა. ანტარქტიდაში კი თოვს. ეს რა სიგნალია? რაღაც უცნაური სიგნალია. სოს სიგნალს გავს. სოს არის სიგნალი, რომელიც ნიშნავს, რომ ვიღაცას დახმარება სჭირდება. სიგნალის მიხედვით თვითმფრინავია. ალბათ ჭიქაქუხილში მოხვდა. რა გავაკეთოთ? აეროდრომი ავაშენოთ. ხომ ასეა? თვითმფრინავი ახლოვდება, უნდა ვიჩქაროთ. თორ მოედანი ქვებისგან და ბუჩქებისგან გაწმინდე. ბულ, მიწა გაასწორე. ტრაკ, ნიადაგი დატკეპნე და ზოლი დახაზე. ანკი, კუნძები ამოთხარე. დო, ფარები ანთე, ეს ჩვენი დასაშვების შუქები იქნება. ტურბოზავრებო წინ! ის არის მის პროჟექტორს ხედავ.
ეს რა არის? თვითმფრინავია. აღარ პატარა. დიდი მადლობა. როგორ იპოვეთ? რადიო სიგნალი დაგვეხმარა და ამინდის პროგნოზი. გამარჯობა. რას აკეთებთ აქ? ჩვენ ფილმს ვუყურებდით. მაგრამ ვეღარ ვუყურებთ. რატომ? კინო დასასრულს მივახლოვდა? არა, დიდი ტრაკი მოგვიახლოვდა და მთელი ეკრანი გადაფარა. ჩემი საყვარელი კუდი. კარგად ვუყურეთ ფილმს. იცით რაკ, შენ ძალიან დიდი ხარ და ამიტომ ფრთხილად უნდა იყო და ყურადღებით. დიახ, დიდი და ძალიან მძიმე. და კიდევ საშინლად მოუქნელი. მაპატიეთ, არ მინდოდა. ძალიან დიდი, მძიმე და მოუქნელი ვარ. ყველას ხელს გიშლით. გამარჯობა, ჩვენ ქალაქში მივდივართ ტექნიკის გამოფენაზე, გინდათ ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა გვინდა. ტრაკ, რა იყო? შენ არ წამოხვალ ჩვენთან ერთად? არ მინდა. ხელი შეგიშალოთ. აჯობებს აქ მარტო დავრჩე. ხელს არ შეგვიშლი. მაგრამ თუ ფიქრობ, რომ მარტო უფრო საინტერესოდ გაატარებ დროს, მაშინ დარჩი. წავალ ტყეში გავისეირნებ. იქ არავის არ შევუშლი ხელს. სად მოვედი? აქ არასდროს არ ყოფილ ვარ. ეს რა არის? ეს კედელი იმიტომ აღმართეს, რომ ერთ ადგილას ბევრი წყალი მოეგროვებინათ. ახლოდან უნდა ვნახო. არაფერი არ ისმის. კარგი კედელია. ეს სუდია, მაგრამ არ აუშავს. ახლა მე აღარ წვეთავს. ვინ თქვა რომ მოუქნელი ვარ? საოცარია. არ ვიცოდი რომ ხატვა მეხერხებოდა. ეს ავარია. ტურბოზავრებო, წინ! შეხედეთ რა პატარა ფარები აქვს. სიბნელეში ხომ ვერაფერს დაინახავს. შეხედეთ, ალბათ სიბნელის ეშინია. ეს კი ნახეთ, ტრაქს გავს. ტრაკი იქ მარტო მოწყენილი იქნება. მოდი დავურეკოთ. კარგი იდეა. ტრაკ, მიღება. ტრაკ, მიღება. ყველაფერი გასაგებია, ტრაკი შხაპს იღებს. ჩვენი კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან ჩაგვერთვება. კამერას ვრთავთ. დამბაზე ავარია მოხდა. კედელი თუ ვერ გაუძლებს, წყალმა შეიძლება ქალაქი დატბოროს. შეხედეთ, იქ ტრაკის ფეხები დგას. თვითონ სად არის? იქ ტრაკი დგას და მას უჭირავს კედელი რომ არ ჩამოინგრეს. და მას ჩვენი დახმარება სჭირდება წინ. ამაგდი ტრაკ. ახლავე დაგეხმარებით. მეგობრებო, როგორ მიხარია რომ აქ ხართ?
შეყვნება არ შეიძლება წყალს გზა უნდა გადავუღობოთ და ტრაქს დავეხმაროთ. ამ ქვას ხედავთ? ამ ქვით დაბმაში ხვრელს გადავკეტავთ. მაგრამ მანამდე საბჯენები უნდა დავაყენოთ. შეხედეთ რა მოვიფიქრე. ანკი, შენ მორებს მომზადებ საბჯენებისთვის. ული და თორი ადგილს დაასუფთავებენ და ანკის დაეხმარებიან. ზერი სიტუაციას ჰაერიდან გააკონტროლებს. ტურბოზავრებო წინ! ქვა უნდა მივადოთ. მაგარია. აი ასე უფრო საიმედო იქნება. ტრაკ, რა ძლიერი ხარ. დამძლავრი. კილოცავ ტრაკ, სახლგანთქმული გახდი, ტელევიზორში გაჩვენეს. ავტოგრაფს მომცემ? გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.